მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო, სტარვიზიის ეთერში კვლავინდებურად ასტროლოგიის დროა, რომელსაც ტრადიციულად მე თქვენი პირადი ასტროლოგი ხათუნა ნოელი წარუძღვები. ამ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უდაოდ ჩვენი დღის მნათობის დიდებული მზის თხის რქის ზოდიაქოდან გამოსვლა და მერწყულის ზოდიაქოში გადასვლა ჩაითვლება, რომელიც 20 იანვარს დღის 13 საათსა და 01 წუთზე შედგება. გილოცავთ მერწყულებო თქვენს დაბადების დღეებს, მომავალ დაბადების დღეებს და წარმატებულ სოლარულ წელიწადს გისურვებთ. მერწყულებისთვის და არა მხოლოდ მათთვის 20 იანვრიდან მოყოლებული მთელი ერთი თვის პერიოდში სამყარო ცვლილებების, სიახლეების და მოულოდნელობით სავსე გზავნილებს გამოუშვებს. ეს პერიოდი საზოგადოებაში თანამოაზრეების მოძიების, ახალი მეგობრების შეძენის, ძველებთან უკეთესი და მჭიდრო ურთიერთობების დამყარების დროა. ამ დროს კოსმოსი იძლევა ახალ შესაძლებლობებს, ვიყოთ ჩართულები საერთო შორსმიმავალ პროექტებში, ვიპოვოთ ჩვენი მიზნები, მოვიპოვოთ ასევე სულიერი თავისუფლება, რაც დამთანხმებით ძალზე მნიშვნელოვანია. დაუბრუნდებით ამ კვირის ასპექტებს და გეტყვით, რომ კვირის პირველი ნახევარი რომანტიული ნოტების აკომპანიმენტით წარიმართება, რასაც მერკურის სექსტილი ნეპტუნთან განაპირობებს. ეს განსაკუთრებით შეეხება თევზებს და მერწყულებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც შემოქმედებითი საქმიანობით არიან დაკავებული, მწერლები, მხატვრები, მსახიობები და ასე შემდეგ. შემოქმედებით ბიძგებს მისცემს ამ პროფესიის წარმომადგენლებს. ეს ფრიად კარგი დროა იმისთვისაც, ვინც რომ ეზოთერიკას სწავლობს, რადგან სწორედ ახლა ჩაერთვებათ მათ დაფარულში წვდომის უნარი, ასევე შესაძლოა ამ დღეებში გამოუჩნდეთ სულიერი მოსწავლე, ან პირიქით შესაძლოა თქვენ გაიცნოთ ისეთი ადამიანი, რომელთან სიახლოვეც გამოგადგებათ თქვენ სულიერებაში ზრდის საკითხებში. მეორეს მხრივ, ცოტა არ იყოს გაფანტულობა და დაბნეულობა შეუძლია შემოიტანოს მერკურისა და ნეპტუნის, მიუხედავად იმისა, რომ ჰარმონიულია ეს ასპექტი, მაინც შეუძლია გარკვეული უხერხულობები შემოიტანოს ჩვენ ცხოვრებაში, ვინაიდან ასე დროს გვავიწყდება ხოლმე სად რა დავდეთ, თქვათ გასაღები, კალამი, საბუთები, წვრილ-წვრილი სხვადასხვა ნივთები, შესაძლოა გზებზეც მცირე ორიენტაციის დაკარგვა და ერთი შესახვევის მაგივრად შეიძლება მეორეში ამოვყოთ თავი, თუმცა ეს ასპექტი ჰარმონიულია და მალევე ყველაფერი მწყობრში დგება ხოლმე, გზასაც პოულობთ, დაკარგული ნივთებიც მალევე აღმოჩნდებიან თავთავის ადგილზე ან სხვა ადგილზე. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მერკურისა და ნეპტუნის ასპექტის წყალობით შესაძლოა ჩვენი სიტყვები ვიღაცისთვის ოდნავ ბუნდოვანი ან გაურკვეველი ან ურაზროვნად ჟღერდეს, განსაკუთრებით ეს საგრძნობი იქნება პიკის დროს 14 რიცხვში. რაც შეეხება მერკურისა და პლუტონის შეერთებას, რომელიც პიკს კვირის მეორე ნახევარში 17-18 რიცხვებში მიაღწევს, ამ ასპექტის გავლენით კი შეიძლება მოგვიწიოს კამათი. აღგზნებული საუბრისას ემოციებმა შეიძლება გონება დაბლოკოს და ეცადეთ, ამიტომ არ მისცეთ ემოციებს აი ესეთი თავისუფლების საშუალება, ფიზიკურ შეხლა შემოხლამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი და ტრამბული შემთხვევების ალბათობაც საკმაოდ მაღალია კვირის მეორე ნახევარში. განსაკუთრებით კი კიდურების დაზიანება, უფრო ხელების, მკლავების და მტევნების დაზიანება იწვევს ხოლმე ეს ასპექტი. კრიმინალთან შეხებაც საკმაოდ გაზრდილი ალბათობით გვევლინება ამ კვირის მეორე ნახევარში, ამასაც მოუფრთხილდეთ. უნდა ითქვას აუცილებლად, რომ ეს მაჩვენებელი კატეგორიულად აუცილებლად გადაუდებელი შემთხვევების გარდა, როდესაც ასიცოცხლო ჩვენება არასასურველს ხდის, სხვა შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევს. ანუ თუ გეგმიურია, ცოტა მოითმინეთ მომდევნო კვირამდე. თუ აუცილებელი და გადაუდებელია, სხვა გზა არ არის.
მთელი ეს კვირა ასევე არასასურველია საავიაციო გადაფრენებისათვის, მინდა გაგაფრთხილოთ, რადგან მზისა და ურანის კვადრატი არის ამ შემთხვევაში ჩართული, რაც იწვევს ხოლმე ესეთ ავარიულ სიტუაციებს. ამ ასპექტის დროს ხელსაწყოები ხშირად გაუმართავად მუშაობენ, იფრთხილეთ დენთან მიმართებაში, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვები მოარიდეთ საშიშ ნივთებს. განსაკუთრებით შეიძლება გაუჭირდეთ იგრძნონ ამ ასპექტის ზეგავლენა სასწორებმა და მერწყულებმა, ანუ იმ ნიშნებმა, სადაც ეხლა ეს პლანეტები მოძრაობენ, მაგრამ მინდა გაგამშვიდოთ, რომ მედალს, როგორც იტყვიან ყოველთვის, ორი მხარე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემებთან ერთად ეს ასპექტი მოგცემთ საშუალებას მოულოდნელი ცვლილებები და გარდატეხები შეიტანოთ არსებულ წესებში და სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ მოაგვაროთ. აი ეს კონფლიქტური სიტუაციები, რომელზედაც ზევით ვისაუბრეთ. ასპექტი შეყრადია 19 იანვრის ჩათვლით, მერე დაშლაზე მიდის და თანდათან ძალას კარგავს. თუმცა საბოლოოდ ამოწურვით 29 რიცხვში 29 იანვარს ამოიწურება. ამ კვირაში ასევე ჰარმონიულ ასპექტს ქმნიან ლიბიდო პლანეტები მარსი და ვენერა, რაც ამას შეუძლია გამოიწვიოს, ეს არის სასიყვარულო განცდების და ვნებების აფეთქება, ასე ვთქვათ, ესკალაცია. ასევე შეიძლება გაგიჩნდეთ ახალი შენაძენები გააკეთოთ, რაც აი ეს მეორე უკანასკნელი დიდად სასურველი არ არის, იმიტომ რომ ვენერას ნეპტუნთან დაძაბული ასპექტიც ახლავს მთელი კვირის განმავლობაში და აი ეს უკვე უაზრო ფლანგველობაზე და დანახარჯებზე მიუთითებს. შესაძლოა ჩვენი შეძენილი ნივთები უახლოეს მომავალში, როდესაც ასპექტი დაიშლება, უკვე აღარ მოგვეწონოს გარკვეული ხარეზები აღმოუჩინოთ, ან უკეთესი შეძენა მოგვინდეს. ვენერა მარსის ჰარმონიული ასპექტი ამ შემთხვევაში ტრინი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, შეინარჩუნებს ამ თავის ძალიან კარგ ზეგავლენას და ზემოხსენებული ფაქტორების გარდა ხელს შეუწყობს ჩასახვის საკითხებსაც, ამიტომ ის წყვილები, რომლებსაც ამ თემაში პრობლემა აქვს, კარგი იქნება თუ აი ამ მითითებულ პერიოდს სათავისოდ სწორად გამოიყენებენ. განსაკუთრებით თუ ვერძი ან მშვილდოსანი ბრძანდებით, ან აი ამ ნიშნებში ყავთ მარსი ან ვენერა განლაგებული, ეს მაშინ სწორედ თქვენ გეხებათ. თუ არიცით დაზუსტებით რუკაში სად რა გვყავს განლაგებული, როგორები არიან ეს პლანეტები და გაინტერესებთ ამის შესახებ ინფორმაციის მიღება, თქვენ შეგიძლიათ მოგწეროთ, დაგვეკონტაქტოთ, დაგვემატოთ Facebook ჯგუფში ასტროზონა, ჩვენი გადაცემის ანალოგიური სახელწოდების მქონე ჯგუფია, როგორც ხედავთ, და ჩვენ ვეცდებით, რომ იქიდან უფრო ადვილად და თქვენთვის სასურველ დროში მოკლედ კომპაქტურად დაგაკვალიანოთ. და ბოლოს არ დაგვავიწყდეს, რომ 21 რიცხვში გველოდება მთვარის დაბნელება. ეს მომდევნო კვირის თემა, თუმცა მზადება მინიმუმ 3 დღის წინასწარ უნდა დავიწყოთ. ვეცადოთ გავიკაჟოთ ჯანმრთელობა, აღვიდგინოთ ძალები და მივხედოთ დაქვეითებულ იმუნიტეტს, ვინაიდან დაბნელებები ჩვენს ჯანმრთელობაზე შესამჩნევ ზეგავლენას ახდენენ ხოლმე. აი ეს იყო სულ რაც დღეისათვის მინდოდა მეთქვა. გმადლობთ რომ ჩვენთან ხართ, წარმატებულ კვირას გისურვებთ. ნახვამდის.